ნუ ღელავთ, მე მგონი ეს თქვი რამდენიმე ვიდეო ბლოგის წინ და ახლაც გავიმეორებ. ნუ ღელავთ, არ იღელვოთ. არ იღელვოთ მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული მიმოხილველები საქართველოსდან კვალიფიციურებიგანა არა, კომპეტენტურებიგანა არა. ცალკეული მიმოხილველები უკრაინიდან კვალიფიციურები და კომპეტენტურებიგანა არა, ევროპიდან ცალკეული მიმოხილველები კვალიფიციურები ცოდნეებიგანა არა და შეერთებული შტატებიდანაც ისეთი მსხვილი კალიბრის მიმოხილველები როგორიც არის, ასე მაგალითად ბოლტონი უშიშროების საკითხებში ტრამპის ყოფილი მრჩეველი პირველი კადენციის დროს პერიოდში, ისინი აკეთებენ ძალიან სკეპტიკურ და უფრო ზუსტი რომ იყო პესიმისტურ პროგნოზებს და აკრიტიკებენ საკრიტიკო, თუ გნებავთ ასე ვთქვათ, პრეზიდენტ ტრამპს საკრიტიკოს თუნდაც იმის გამო, რომ ალასკაზე ეპატიჟება და დაპატიჟა პუტინი უნდა ყოფილიყო კეთროვანი, მას არავინ არ უნდა შეხვედრო და მისთვის ხელი არავის არ უნდა ჩამოერთმია, ბაიდენის პოლიტიკა უნდა გაგრძელებულიყო, აბარა და ემოციური თვალსაზრისით გაგიმხელთ და მეც ასე ვფიქრობ, მეც ბოლტონისკენ ან იმ პირებისკენ ვარ, ვინც ამ კუთხითაც აკრიტიკებს ტრამპს. მაგრამ ამის მიუხედავად მე მაინც მოგიწოდებთ, რომ ნუ ღელავთ, არ იღელვოთ. არავითარი მიუნხენი 1938 არ შედგება და ტრამპი არამც და არას დიდებით არ დაუშვებს თუ გაიმეორებს დაუშვებს იმ შეცდომას, რომელიც გასული საუკუნის 30-იანი წლების მიწურულს დაუშვა ბრიტანეთმა, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ჩერჩილამდე პრემიერ-მინისტრის ჩემბერლენის სახით, როდესაც ჩემბერლენმა დასხვებაც რასაკვირველია, მაგრამ პირველ ყოვლისა სწორედაც რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა პრაქტიკულად ჩააბარა მთლიანად ჩეხეთი, მეთქი ასე ვიტყვი ჩეხოსლოვაკია, მეთქი ასე ჩეხეთ-სლოვაკეთი, მეთქი ასე ვიტყვი, მაგრამ რეალურად კი ჩააბარა ჩეხეთ-სლოვაკეთის სუდეტის ოლქი და ამან ერთგვარად ბიძგი მისცა მთელი ამ ქვეყნის და მე უკვე ნახევარი ევროპის თუ მეტის არა ჩაყლაპვას, ჩასანცვლას ჰიტლერის მიერ თუ მხრიდან. ტრამპი ამ შეცდომას არ გაიმეორებს, მეთქი ამას ვამტკიცებ ბოლო, არა მარტო მე, არამედ ტრამპის მომხრეებიც. მე არა ვარ მაინც და მაინც დიდი მომხრე და დიდი თაყვანისმცემელი დონალდ ტრამპისა, მაგრამ ობიექტური რეალობა არის ობიექტური რეალობა და ტრამპი არამც არ დათმობს უკრაინის 1 კვადრატულ სანტიმეტრსაც კი უკრაინასთან შეთანხმების გარეშე და ეს პრინციპში დასტურდება ბოლო რამდენიმე საათია, ბოლო 24 საათია, მოდი ვიტყვი ასე, როდესაც ტრამპმა გამართა მოლაპარაკებები ევროპელ ლიდერებთან ვიდეოკონფერენცია და ვიდეოკონფერენციის შემდეგ სუსტად განისაზღვრა ის წითელი ხაზები, რომლებსაც ტრამპი არამც რაც არ უნდა უთხრას. პუტინმა როგორც არ უნდა დააშანტაჟოს, როგორც არ უნდა დააფრთხოს, როგორც არ უნდა მოთაფლოს, ხო ტრამპი ამ წითელ ხაზებს როგორც ასეც არ გადავა. შეერთებული შტატების ოფიციალური პირი აქსიოსთან ინტერვიუში აცხადებს და მე მესმის იმ ტრამპ კრიტიკოსებისა, რატომაც არიან ისინი გაჯავრებულნი ობიექტურად, რატომაც იყვნენ და არიან გაჯავრებულნი ტრამპზე და ტრამპის საგარეო პოლიტიკას იწუნებენ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან მიმართებაში, აბა ინდოეთ-პაკისტანთან მიმართებაში დასაწული საბოლოო ჯამში რა აქვს, ან კავკასიაში წარმოებული პოლიტიკისა და გამო, ან ირანის გამო რა აქვს დასაწული ტრამპს. აი, უკრაინასთან მიმართებაში ტრამპის საგარეო პოლიტიკას კი იწუნებენ ბოლტონი და არა მხოლოდ ბოლტონი და მესმის მათი, მაგრამ აქსიოსთან საუბარში ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირი ამბობს შემდეგს. თუ ტრამპის რიტორიკა ზოგჯერ პრორუსულად ჟღერს, ეს იმიტომ რომ მას სჯერა ასეთი საჯარო იგულისხმება კომპრომისული საჯარო გზავნილები დაეხმარება შეთანხმების მიღწევაში. დიახ, ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ ამბავს, იმ აზრს, რომ ტრამპისთვის ღირებულებათა იერარქიაში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, უკრაინის თავისუფლება, უკრაინის თვის დახმარების შემწეობის გაწევა, ხო, დახმარება მათ შორის სამხედრო ღირებულებათა იერარქიაში არის მეორე, მესამე, მეოთხე, არ ვიცი, მე-17 ხარისხოვანი, მისთვის უპირველესი არის როგორღაც შეთანხმების მიღწევა ქვეყანასთან, რომელიც ერთის მხრივ უზარმაზარ რესურსიანია, ანუ რუსეთთან და რუსეთის იძულება რომ შეწყვიტოს
ცეცხლი ნებისმიერ ფასად და ნებისმიერ დროს და ნებისმიერი გარემოების გამო. რომც მოიგოს რუსეთმა, ტრამპისთვის მნიშვნელოვანი იქნება ცეცხლის შეწყვეტა იქ, სადაც რუსეთი იგებს. ეს სამწუხარო რეალობა. კაცთა კლა უნდა დასრულდესო, ამას იმეორებს ყოველ მეორე გამოსვლაში, იმეორებდა და იმეორებს ახლაც ყოველ მეორე გამოსვლაში პრეზიდენტი ტრამპი. ამავე წყაროს თქმით, დიპლომატიური მცდელობების ჩავარდნის შემთხვევაშიც კი ტრამპი გააგრძელებს ნატოს ქვეყნებისათვის უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღის მიყიდვას. დიახ, ტრამპმა ალასკის შეხვედრის შემდეგ, როგორც თავად ბრძანა, შეიძლება თქვას, რომ მე ხელები დამიბანია, ამ სიტყვებით არ უთქვამს, მან წარმოთქვა სიტყვები წარმატებები, ბიჭებო, წარმატებებს გისურვებთ ამ ურთიერთდაპირისპირებაში, ცხადია უკრაინას უსურვებს წარმატებას პირველ ყოვლისა კი არა, რა საკვირველია, მაგრამ მე გავდივარ თამაშიდან. მაგრამ ტრამპი და შეერთებული შტატები თამაშიდან ვერ გადის, რაც არ უნდა დეკლარაცია მოხდეს ამისი საჯარო, იმიტომ რომ აქაც დასტურდება, ამ ინფორმაციითაც დასტურდება, რომ უკრაინისათვის განკუთვნილი იარაღის მიყიდვა კი მოხდება ევროპული სახელმწიფოებისათვის, რომლებიც თავის მხრივ ვალდებულნი იქნებიან ეს იარაღი გადასცენ, ეს ლეტალური იარაღი, მათ შორის შორ დისტანციაზე მსროლელი იარაღი, შორ დისტანციაზე რომ წდება რუსეთის სიღრმეებში გადასცენ უკრაინას. ეს არის ერთგვარი ვაჭრობა, მოდი ესე ბიზნეს ვაჭრობა, ამით ამერიკის იარაღის მწარმოებლები და თავად ამერიკის შეერთებული შტატები რასაკვირველია სარფიან გარიგებას დადებს ქვეყნებთან, რომლებიც მზად არიან გადასცენ იყიდონ და გადასცენ მერე უკრაინას ეს იარაღი. რატომ არის ევროპა მზად იმისთვის, რომ ევროპის მილიტარიზაცია, ხო? ამ შემთხვევაში ილია ჭავჭავაძეს კი არ ვიხსენებ, არამედ უბრალოდ ხსნი, რომ ამ შემთხვევაში ევროპის მილიტარიზაცია რასაკვირველი არის კარგი ამბავი, იმიტომ რომ თავად ევროპა შესანიშნავად ხვდება, განსაკუთრებით რუსეთთან ახლოს რომელი ქვეყნებიც არიან, შესანიშნავად ხვდება ერთს და მთავარს. რუსეთი მადამოსული თუ იქნება ან გარკვეულწილად გამარჯვებული და არა დამარცხებული, რუსეთი გარკვეული პერიოდის შემდეგ თუნდაც პოსტპუტინისტური რუსეთი შეუტევს განსაკუთრებით ევროპის აღმოსავლეთ ფლანგს, მოარღვევს რა, ეცდება რა მოარღვიოს ნატოს სიძლიერე და ნატოს მეხუთე მუხლი აბსოლუტურად გააფარჩა კოსმეთკი, ასე ვიტყვი. უკვე რამდენიმე თვეა, რაც არსებობს ზოგადი მოსაზრება, რომ ჩვენ შეგვიძლია ხვალვე დავანგრიოთ რუსეთის ეკონომიკა, ამას ამბობს აქსიოსთან ინტერვიუში წყარო, წარმომადგენელი შეერთებული შტატების სახელმწიფო ადმინისტრაციისა ან თეთრი სახლისა, რომელიც არ სახელდება, გვარსახელი მისი, დავანგრიოთ რუსეთის ეკონომიკა, არსებობს მეტი გზა უკრაინის დასასუსტებლადაც, მაგრამ თუ ტრამპს მხარის არჩევა მოუწევს, ის დაიწყებს რუსეთის ეკონომიკის ჩამონგრევას. და ეს მე მგონი, რომ სწორი ან უტყუარი ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპისთვის ღირებულებათა იერარქიაში კვლავ მინდა გავიმეორო, უკრაინის თავისუფლება და ტერიტორიული მთლიანობა როგორც ასეთი მეორე ხარისხოვანია და პირველ ხარისხოვანი კი არის ცეცხლის შეწყვეტა და ადამიანთა კვლა, კაცთა კვლის დასრულება, რაც მორალური თვალსაჩინით შესაძლოა სწორიც არის სწორი, მიდგომაც არის დაასრულეთ ეს კაცთა კვლა მას არაერთხელ უთქვამს და ყოველ მეორე ინტერვიუში თუ კომენტარში იმეორებს, მეთქი ეს გითხარით, მიუხედავად ამისა, ტრამპს მაინც მოუწევს არჩევანის გაკეთება უკრაინის სასარგებლოდ და ახლა კიდევ ერთ ამბავს კი ამბობთ, რომელიც ადასტურებს ან გვიდასტურებს ჩემს მიერ წარმოთქმულ სიტყვების სისწორეს, მე ასეც დავიწყე თუ მიაქციეთ ყურადღება, ნუ ნერვიულობთ, ნუ ღელავთ და რატომ არ არის საღელვი, აქვე გეტყვით, იმიტომ რომ ტრამპმა ვიდრე შეხვედრამდე, იცით თქვენ რომ ამ წუთიდან 24-36 საათში გაიმართება შეხვედრა ალასკაზე პრეზიდენტ პუტინთან, მან ტრამპმა გამართა კონსულტაციები ევროპელ ლიდერებთან, იმ ლიდერებთან, რომლებსაც უკრაინამ ოდესმე მაინც ჩემი მოსაზრებით ერთი პატარა და უფრო პატარაზე დიდი ზეგლუკა უნდა აუგოს კიევის ცენტრში მეთქი, ეს ლიდერები არიან პირველ ყოვლისა მაკრონი, რომელიც ბრგედ დგას,
ეს არის გაგიკვირდებათ და ერთს ევროპელ ლიდერებს გამოვთიშავ კი არა ოდნავ მოგვიანებით ვიტყვი 23-ში. ეს არის ერდოღანი, რომლის წვრილ-წილის თაობაზე კიდევ გახდება ცნობილი, რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ის ამ კონფლიქტის დასრულებაში და უკრაინისთვის სასარგებლო დასრულებაში. ეს არის რასაკვირველია სტარმერი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რომელიც მე ჯონსონისტი ვიყავი და ვარ კიდეც, მაგრამ სტარმერიც არაჩვეულებრივ ძალიან მასშტაბურ როლს თამაშობს ამ კონფლიქტის უკრაინისთვის სასარგებლო დასრულების პროცესში. ეს არის გერმანიის სრულიად ანტი მერკელი და ბევრად ანტი შოლცი ლიდერი, ეს არის მერცი და სხვებსაც ალბათ ძეგლი ეკუთვნით, მეთქი გავბედავდა ვიტყვი ასე ცალკე ძეგლი რასაკვირველია ეკუთვნის პრეზიდენტ ზელენსკის, რომელიც რომელიც ყოველ შემდეგ ჯერზე, როდესაც ჩდება სკეპტიკური დამოკიდებულება იმის თაობაზე, რომ მანდ ტრამპმა არ გაყიდოს უკრაინა, ყოველ შემდეგ ჯერზე ის ღიად და კაცრად და მკვეთრად აცხადებს, რომ უკრაინა არ დათმობს კვადრატულ სანტიმეტრ მიწასაც კი. და ბარემ ვიტყვი, რომ არანაირი 38 წელი არ შედგება, კიდევ ეს თქვი თუ არა, არ მახსოვს სიმართლე გითხრათ, ანუ ტრამპი არავითარ შემთხვევაში არ იქნება ჩემბერლენი. ახლა რაც შეეხება იმას, რაზე ისაუბრეს მხარეებმა, ანუ დაინტერესებულმა მხარეებმა, უკრაინის გვერდში მყოფმა მდგომმა ლიდერებმა, რა ვიცით ამის თაობაზე, საუბარმა, მათ შორის ზელენსკის მონაწილეობდა ამ საუბარში, ჩაიარა მეტისმეტად კარგად და თავად ტრამპი კმაყოფილი, ბუცემულ ეტაპზე კმაყოფილი ამ საუბარს აფასებს არა 9 ბალით 10 ბალიდან, არამედ 10-ვე ბალით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დიალოგში, ონლაინ დიალოგში მონაწილეობდა ზელენსკი, რომელმაც ასევე ძალიან მკვეთრად და ნათლად უთხრა ცხადია ევროპელ ლიდერებთან ეს შეთანხმებული იყო, როგორ უნდა ეთქვა, რა უნდა ეთქვა და როგორ უნდა ეთქვა, მაგრამ ტრამპს ზელენსკიმ უთხრა, რომ აი წითელი ხაზები. და ჩვენ ამ წითელ ხაზებს რაც არ უნდა მოილაპარაკოთ შენ და პუტინმა, რაც არ უნდა თქვათ, როგორი კომენტარიც არ უნდა გააკეთოს პუტინმა, როგორი კომენტარიც არ უნდა გააკეთოს შენ ძვირფასო დონალდ, ჩვენ ამ წითელ ხაზებს არ გადავალთ. ეხლა ხო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპელი, ამას დანა საჯაი აწერს და მე შევაქებ მას, იმიტომ რომ მას გამოაქვს ესე ცოცხალი, წინცხალი, ცხელი ინფორმაციები. დანა საჯაი არის ჩვენი არა ოფიციალური ელჩი, ერთ-ერთი ყოველ შემთხვევაში შეერთებულ შტატებში და მან ბევრი რამ იცის. ხო და უკრაინელმა მაღალჩინოსანმა, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, უთხრა ნანა საჯაიას, რომ ევროპელები ასეთი ერთსულოვანი არც არასოდეს ყოფილა. ანუ ბოლო ხანები ევროპა ხო შეკრულია უკრაინის გარშემო და უაღრესად პოზიტიურ როლს თამაშობს. აი მაგალითად თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის ინციდენტის შემდეგ რომ არა ევროპა და ევროპელი ლიდერები, მათ შორის პირველ ყოვლისა კვლავ გამიმეორებ მაკრონი, ის ვითარება, ის დაძაბული ვითარება, რომელიც მაშინ შეიქმნა და უხერხული ვითარება და ასე შემდეგ, ის ამბები პოზიტიურად ვერც მოტრიალდებოდა. მაგრამ აქ უკრაინელი მაღალჩინოსანი ამბობს, ნანას ეუბნება, რომ ევროპელები ასეთი ერთსულოვანი არასოდეს ყოფილანო, ანუ იმ წინა შეხვედრებსაც, იმ წინა ამბებსაც ადარებს, ხო? იმასაც განიხილავს გონებაში მაინც და უკრაინელთა გვერდით მყოფ ევროპელებს ყველაზე ერთსულოვნებს უწოდებს, როგორებიც კი ისინი ყოფილან აქამდე. ევროპელი მაღალჩინოსანი, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას, ანუ ონლაინ შეხვედრაზეა საუბარი, ნანას ეუბნება, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა მონაწილეები დაარწმუნა, რომ უკრაინის ტერიტორიებზე მოლაპარაკებებს მხოლოდ უკრაინა გამართავს. შეხვედრაზე ზელენსკიმ ტრამპს თხოვა ორგანიზება გაუწიოს სამხრივ შეხვედრას. ძალიან საინტერესო დეტალია, ამ ერთი წელიწად ნახევრის წინ პრეზიდენტი ზელენსკი ამბობდა, რომ მე არავითარ შემთხვევაში არ შევხვდები პუტინს საერთაშორისო დამნაშავეს. ახლა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ერთგვარად შეცვალა სტრატეგია, ის თანახმა შეხვდეს პრეზიდენტ პუტინს, შლეგ პრეზიდენტ პუტინს და შეხვდეს არა იმისთვის, რომ შეხვედრისთვის ჩატარდეს, არამედ და არც იმისთვის, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავისი სიმართლეები დაუმტკიცოს, იქ
კაცს, რომელიც ამ სიმართლეებს არ მიიღებს და თავისი ბრჭყალებში სიმართლეები აქვს, არამედ იმიტომ, რომ დააფიქსიროს კიდევ ერთხელ და ამას ხმამაღლა ვაცხადებ და ვამბობ, რომ უკრაინა კი მზად არის იმისთვის, რომ ცეცხლი შეწყდეს და კონფლიქტი დარეგულირდეს, მაგრამ მხოლოდ იმ პირობებით, რომლებიც სამართლიანია. სამართლიანი მშვიდობის თეზა, როგორც ასეთი ერთი ხანობა ცოტა მინავლებული იყო, მაგრამ ახლა წამოიწია სამართლიანი მშვიდობის თეზამ, როგორც ასეთმა წინ. ტრამპმა ზელენსკის უთხრა, ისევ ნანას სტატუსში ვარ, რომ ამ ფორმატის შეხვედრისთვის იბრძოლებს. მე ვეცდები ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ეს ამგვარი შეხვედრა შედგეს. აქვე მე სხვა სტატუსსაც ჩავიკითხავ, Wall Street Journal-ის ცნობას ჩაგიკითხავთ. ტრამპმა გაიზიარა ეს გითხარით, მაგრამ მაინც აუცილებელია ევროპელების და ზელენსკის ხედვა წითელი ხაზების თაობაზე და არავითარი ტერიტორიული შეთანხმება, ტერიტორიულ საკითხებზე შეთანხმება, როგორც ასეთი რუსეთის ფედერაციასთან ამერიკის შეერთებული შტატების მიერ თუ მხრიდან არ მოხდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამაზე წერს ყველა გამოცემა, ხსენებული Wall Street Journal-ი, სხვები და სხვები. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ თუ პირველი შეხვედრა ზელენსკისთან კი არა პუტინთან კარგად ჩაივლის, მეორეც დაუყოვნებლივ შედგებაო და იმ მეორეზე კი ვიქნებით მე პუტინი და ზელენსკიო. თუ პუტინისაგან საჭირო პასუხებს ვერ მივიღებ, მეორე შეხვედრა საერთოდ ვეღარ იქნება. დიახ, ეს არის მაინც უნდა ვთქვათ, აი ბოლო არა, ბოლო უკაცრავად ასე რომ ვამბობ, ცდელობა ტრამპისა, რომ პუტინი როგორღაც აზრზე მოიყვანოს და სულ მინიმუმ გაარკვიოს უშუალო შეხვედრის და არა სატელეფონო საუბრის დროს მიმდინარეობისას, უშუალო შეხვედრისას გაარკვიოს პუტინი რაზეა წამსვლელი და სად არის მისი კომპრომისის ზღვარი. ოღონდ ჩემი აზრითაც და ობიექტურადაც პუტინის კომპრომისის ზღვარი ნაბიჯ-ნახევარი კი არა, ნახევარი ნაბიჯითაც კი პუტინი უკან არ დაიხევს და ამის მადასტურებელი თავის მხრივ არის ის, ხა მაკრონის განცხადება ჩემეძლო ჩამეკითხა, ისევე როგორც ზელენსკის განცხადება, ბოდიში ეს აუცილებელია და მე დაუბრუნდით იმ თემას. ზელენსკი ამბობს, რომ ტრამპთან ვიდეო კონფერენციის დროს შეთანხმდნენ ისინი, რომ ყველაფერი რაც უკრაინას ეხება, უნდა განიხილებოდეს მხოლოდ უკრაინასთან ერთად. უნდა მომზადდეს სამხრივი შეხვედრა, უნდა გამოცხადდეს ცეცხლის შეწყვეტა და ეს არის პირველი პრიორიტეტი, უნდა არსებობდეს უსაფრთხოების ნამდვილად საიმედო გარანტიები და დღეს ტრამპმა განაცხადა, ამბობს პრეზიდენტი ზელენსკი, რომ ამ საკითხის გადავჭრიო, ასევე ამერიკა აცხადებს ზატყოფნას იმის თაობაზე, რომ მიიღოს მონაწილეობა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაში, რაც ჩემი მოსაზრებით უკრაინის დაჩქარებული წესით ნატოში მიღებას გულისხმობს, უკრაინისა, რომელსაც ყველაზე ძლიერი ჯარი ყავს ახლა, გავბედავ და ვიტყვი თურქეთზე ძლიერი, ან თურქეთის მასშტაბის სიძლიერის ჯარი ყავს ახლა ევროპის კონტინენტზე, ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის მოდი ასე ვიტყვი, ამერიკას არ გულისხმობს ხადია, ახლა ამერიკას ყველაზე ძლიერი ყავს, ხო? მოკლედ ევროპაში არსებულ ნატოს წევრ სახელმწიფოთა შორის ყველაზე ძლიერი ყავს და ევროპის უსაფრთხოებისათვის უკრაინის ჯარის, გამოცდილი ჯარის გამოყენება ან დაყრდნობა უკრაინის გამოცდილ ჯარზე გარდაულად აუცილებელია და ეს უნდა იყოს საბაბ მიზეზი იმისა, რომ უკრაინა დაჩქარებული ტემპით თუ წესით ტემპით მიიღონ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება უკრაინის ევროპულ და ნატოს პერსპექტივაზე, ესეც ზელენსკის სიტყვებია, მაგრამ ახლა დაუბრუნდები ერთ მნიშვნელოვან სიტყვას, რომელიც ეხებოდა და გულისხმობდა იმას, რომ რუსეთი არასდიდებით არაპირებს უკან დახევას ნაბიჯ-ნახევრითაც ან ნახევარი ნაბიჯითაც კი და ტრამპი ამაში აგე აღდგომა და ხვალეო, აგე 15 აგვისტო და ხვალეო, ტრამპი ამაში დარწმუნდება ძალიან მალე ამ წუთიდან, როცა ვიდეო იწერება დაახლოებით 36 საათში, ანუ 15-ში ჩვენ უკვე ყველაფერი გვეცოდინება. კერძოდ ეს ეხება როდესაც ჩავიკითხავ, განა არა, ეს ეხება ამბავს, რომ რუსეთი და ბელარუსი სექტემბერში გასამართ წვრთნებზე ბირთვული იარაღისა და ორეშნიკის ბალისტიკური რაკეტების გამოყენებაზე ვარჯიშობენ და ამას ამ ინფორმაციას ავრცელებს ბელარუსის
თავდაცვის უწყება სამხედრო ცნები 12-დან 16 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. მე მაქვს კითხვა, თუ პუტინი მზად არის იმისთვის, რომ დათმოს ცოტა მაინც, აი ცოტა იოტისოდენა მაინც, მას რატომ აანონსებენ და რატომ ლაპარაკობენ ღიად ბირთვული იარაღისა და ორეშნიკის ბალისტიკური რაკეტების გამოყენებაზე და ვარჯიშზე ამი ამგვარი იარაღით. მაგრამ ესეც არ არის თავარი, მე სხვა რამე უფრო მნიშვნელოვანად მივიჩნიე. კერძოდ ამას ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და მისი წარმომადგენელი. პუტინი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერას არ აპირებს და 4 რეგიონი, ისედაც ხო თავისი ჰგონია, ხო? 4 რეგიონი არის რა რუსეთის შემადგენლობაში ოფიციალურად შეთრეულ შეყვანილი პუტინის რუსეთში, პუტინისეული გააზრებით 4 რეგიონი იქნება რუსეთის შემადგენლობაში, ამას ამბობს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რაც არ უნდა მოხდეს. დროებით შევწყვეთ ჩვენ ცეცხლს, არადროებით შევწყვეთ რაღაცა გამყოფ ხაზებზე შევთანხმდებით, უკრაინას დავათმობინებთ თუ არა, თუ არ დავათმობინებთ დონეცკის ოლქის გარკვეულ ნაწილს 30-32% და ასე შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს შემდეგს. რუსეთი არ განახორციელებს ტერიტორიულ დათმობებს დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიის რეგიონებში. რუსეთის ტერიტორიული მთლიანობა უზრუნველყოფილია და გაწერილია ქვეყნის კონსტიტუციაში და კონსტიტუციითვე არის გამყარებული. ამიტომ, ნერვიულობთ, ღელავთ, უკრაინის გარეშე ეს კონფლიქტი ვერ დარეგულირდება და მეცაც გეტყვით, ეს კონფლიქტი ვერ დარეგულირდება რუსეთის სასარგებლოდ. ყველაზე უარესი სცენარისთვისაც კი მას არ გვეტყვიან უბრალოდ, მაგრამ ყველაზე უარესი სცენარისთვისაც კი ემზადება კოლექტიური დასავლეთი და კერძოდ შეერთებული შტატები, თუნდაც ასეთი ბევრის აზრით საკრიტიკო პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია. და ეს ყველაზე უარესი სცენარი თუ ასე შეიძლება ითქვას, ამაზე უარესიც არსებობს, მაგრამ ეს არის ომის საზღვრების, ომის ფართობის გაზრდა და ამ სიტყვას კიდევ ვიხმარ გაფართოება, საზღვრების არეალის გაფართოება ალბათ ყველაზე სწორი სიტყვა, როდესაც რუსეთი ისედაც შეშლილი ქვეყანა, შეშლილი ხელმძღვანელობით, ხელფეხის ქნევას დაიწყებს ყველა იმ მიმართულებით, რომელი მიმართულებითაც თითქოს არც ველით, ხო? არ ველით და თითქოს სიგიჟე გგონია, რომ მაგალითად ფინეთს დაარტყას, ნეტავი დაარტყას, მეთქი ხა როგორც წამომწდეს ეს, მაგრამ ფინეთს როგორც ნატოს წევრ სახელმწიფოს, გასაკვირველია ნატო კოლექტიურად დაუჭერს. მხარს ეს ვალდებულებაა ნატოს წევრი სახელმწიფოებისა. კარგით ფინეთს არა და ბალტიას დაარტყას. ბალტიას არა და მოლდოვას, მიუხედავად იმისა, რომ საზღვარი არ აქვს, მას დაარტყას რაკეტებით, აქვს შესაძლებლობა, ხო, რაკეტებით გადაუფრინონ უკრაინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს და დაარტყან მოლდოვას და ასე შემდეგ. ბევრი რამის გაკეთება. აღმოსავლეთ ევროპას დაარტყას და ეხლა კიდევ ერთ სახელმწიფოს უკვე მესამე ბლოგია ამას ვიმეორებ ჯიუტად, რომ დაარტყას აზერბაიჯანსაც, რომელიც გახდა ამერიკის შეერთებული შტატების თუ მთავარი არა, ერთ-ერთი მთავარი, ან ორიდან ერთ-ერთი საყრდენი კავკასიის რეგიონში. აზერბაიჯანთან იცით თქვენ, რომ რუსეთი უკვე ძაბავს კი არა, გადაძაბა მან რუსეთმა ურთიერთობა ალიევთან, პუტინმაც კი და მით უმეტეს სხვა უწყებებმა და ზოგადად ქვეყნებმა გადაძაბეს. ამასაც კი ელიან, ეს არის ყველაზე უარესი სცენარი, არა ამაზე უარესიც არსებობსო, არეშნიკი, ვახსენე და ბირთვული პოტენციალის ნაწილის გამოყენება რუსეთის შლეგი ხელისუფლების და შლეგური სახელმწიფოს და შლეგი ლიდერის მხრიდან, რასაკვირველია ეს უარეს და შორის უარესია, მაგრამ გარწმუნებთ, რომ შეერთებული შტატებიც კი ამგვარად ამბივალენტური თუ სხვათა მიერ ობიექტურად ან სუბიექტურად საკრიტიკო პრეზიდენტის მართლობით არსებული ეს ქვეყანა, ანუ ეს ზესახელმწიფო ამ ყველაზე უარესი სცენარისთვისაც კი ემზადება. გარწმუნებთ და მე პერსონალურად პროგნოზირებ, რომ უკრაინა, რომელიც მოცემულ ეტაპზე და ყველა მეტნაკლებად სერიოზული ანალიტიკოსი კი არა, ანალიტიკური ცენტრი წერს იმის თაობაზე, რომ უკრაინას ძალუც გაძლოს 27-28 წლამდე ამ შეიარაღების ტემპებით და ამ ლოჯისტიკური ხაზებითაც კი უკრაინა გაძლებს
და თუ რუსეთი თავად გაძლებს ის უკვე ხელფეხის ქნევას დაიწყებს ან წინააღმდეგ შემთხვევაში მან თავადვე უნდა თქვას უარი იმაზე რაც თავადვე კი ვოდიშებთ ამ სიტყვისთვის მოკაკა პირდაპირ მნიშვნელობით როდესაც აღიარა საკუთარ ტერიტორიებად უკრაინის ხუთი არასრულად ოკუპირებული ტერიტორია, ანუ იცით თქვენ რომ 70% დონეცკის ოლქისა, 85-87 ლუხანსკის ოლქისა, ისევ კლავაც უკრაინის იურისდიქცია ვრცელდება. ეს არის ხერსონის 50%, ეს არის ზაპოროჟიეს დაახლოებით 60-65%, რომელიც რუსეთს აქვს და ეს არის მთლიანად ყირიმი. ამაზე უნდა თქვას მაშინ უარი რუსეთმა და ეს კი გარდაუვლად გამოიწვევს დიდარეულობებს საკუთრივ უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე, არა მხოლოდ საზოგადოებისა, ეს ერთი ამბავია, საზოგადოებას კიდე მიაჩუხანებენ, ამ სიტყვისთვისაც გიხდით ბოდიშს, არამედ პირველ ყოვლისა სამხედრო პოლიტიკური ელიტისა და ფსბ-ი, რომელიც ხელს ითბობდა და ითბობს ამ ომით, ქაღალდზე წერენ, რომ უკრაინაში გაუშვეს პირობითად დასაკვირველი 100 ცალი ყვიამფრქვევი და იმ ჯარისკაც ბანდიტ, ოკუპანტ ჯარისკაც, გვარად ივანოვს თუ პეტროვს, იქ ჩასდის 2 ცალი და 98-ის ფული კი ჩადის, 98 ტყვიამფრქვევის ფული კი ილექება რომელიმე გენერლის ან სამხედროს ან სამხედრო პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლის ჯიბეში, რომელიც ღმერთმა უწყის სად ბალავს ამ ფულს. და შემიძლია გამოვთქვა ვარაუდი, სადაც მალავს, მაგრამ ახლა არ გვინდა ამ თემას. ხო, არ გვინდა. ნაწილს სად მალავს ყოველ შემთხვევაში. ხო და მოკლედ ეს ამბავია. ამიტომ ეს მოკაკული პუტინმა უნდა თავადვე ატლიკოს მეთქი ასე უხეში ვიქნები ამ ჯერზე პუტინი ამას გაკეთებას არ აპირებს, ამიტომ მგონია რომ ის ხელფეხის მოქნევას, უმისამართო ხელფეხის მოქნევას დაიწყებს გარკვეული პერიოდის შემდეგ, რის შედეგადაც პირყვი ასე რომ დადუღდება ეს მომენტუმი, უნდა გამოეყენებინა და გამოიყენოს საქართველოს, რომელმაც უნდა ილაპარაკოს ბიზინა ივანიშვილი არაფრის გამომყენებელი არ არის, ეს ვიცით უბრალოდ ამ შემთხვევაში ზოგადად ქვეყანაზე ვსაუბრობ და ამიტომაც არის ჩვენთვის აუცილებელი ცვლილებები რომ იყოს ხელისუფლებაში ის პოლიტიკური ძალები, მაინც ასე უნდა ვთქვა, რომელიც ამ მომენტს გამოიყენებენ, რომლებიც იტყვიან რომ საქართველოს თქვენთვის დასავლეთისთვის აუცილებელია როგორც შავი ზღვის ქვეყანა. საქართველოს თქვენთვის აუცილებელია დასავლეთისთვის როგორც ვაზიანის უზარმაზარი ტერიტორიის პატრონი ქვეყანა, ფლობელი ქვეყანა, ხო? საქართველოს თქვენთვის აუცილებელია როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ეკონომიკური ხაზის ქვეყანა. საქართველოს თქვენთვის აუცილებელია როგორც მნიშვნელოვნად წინწაწეული ქვეყანა დემოკრატიის ყოფილ საბჭოეთში იყო ყოველ შემთხვევაში და ახლაც უნდა იყოს დემოკრატიის სიტყვის თავისუფლების კუთხით. საქართველოს თქვენთვის აუცილებელია როგორც თურქეთის პარტნიორი ქვეყანა შავ ზღვაში. საქართველოს თქვენთვის აუცილებელია როგორც სტრატეგიული პარტნიორი, როგორც შავი ზღვის ქვეყანა, რომელშიც შეიძლება გარკვეული სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსება, უცნაურ სიტყვას ვიხმარ ახლა და ბევრმა ახლა როგორ გამაშლევინებთ, ოღონდ ძალიან გთხოვთ, იმ შემთხვევაში თუ აშენდება და რასაკვირველი აშენდება ადრე თუ ქვიან სტამბულის არხი, რომელიც ნატოს გემებს შეუზღუდავად, შავ ზღვაში შეუზღუდავად ყოფნის შესაძლებლობა უფლებას მისცემს. ეხლა ეს შორს წაგვიყვანთ. საქართველოს თქვენთვის აუცილებელია როგორც მსხვილი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო არეალი. საქართველოს თქვენთვის აუცილებელია როგორც კავკასიის სტაბილურობისგან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბიზინა ივანიშვილი ამ ყველაფრის გამკეთებელი არ არის. ბიზინა ივანიშვილი პოლიტიკას კლავს, ბიზინა ივანიშვილი ზღუდავს და გონია რომ საქართველოს თუ აზერბაიჯანს ელაპარაკებიან, რატომ არ უნდა დაელაპარაკონ საქართველოს და მე ავუხსნი, რატომ არ უნდა დაელაპარაკოს საქართველოს, ბევრი ფაქტორია, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციისთვის დემოკრატია მაინც მეორე ხარისხოვანი, ხოლო ამერიკის ინტერესი პირველ ხარისხოვანია და დემოკრატია ოდნავ უკან, ან გარკვეულწილად უკან დაიხია თუ ჩაიწია ამ იერარქიაში, მიუხედავად ამისა ვერ უგულებელ ყოფს შეერთებული შტატები დემოკრატიას როგორც ასეც ვერსად, მათ შორის ჩვენზე არადემოკრატიულ ქვეყნებშიც კი, ასე მაგალითად აზერბაიჯანში, იქ მოსთხოვენ
ამ ყველაფრის სანაცვლოდ აზერბაიჯანს მოსთხოვეთ გარკვეული სივრცეების გახსნას ალიევს მოსთხოვეთ. საქართველოს რომელიც მექა იყო ან წინწაწეული ქვეყანა იყო ყველა სხვა დანარჩენთან შედარებით, მიუხედავად არსებული პრობლემებისა, მოსთხოვენ რომ დაუბრუნდეს იმ საწყის სტადიას, რომელიც ჰქონდა მას, მოდი, თუნგნებავთ ასე ვიტყვი, ვიდრე 2012 წლამდე ან ბოლო პერიოდამდე, მეთქი შემიძლია ასეც თქვა, მაგრამ ბოლო პერიოდში რას ბოლო პერიოდამდე გასაკვირველი არასწორი სიტყვაა და დემოკრატიის ეს ხარისხი მაინც შეინარჩუნოს, იმ ხარისხს მაინც მიუბრუნდეს. გარდა ამისა, საქართველოს ეხლა ნინო ჯანგირაშვილთან მქონდა ჩართვა კავკასიაზე, კარგი ინტერვიუ გამოგვივიდა ჩემი აზრით. საქართველოს მოსთხოვენ რომ მან ორდროშობანა, არა ორდუნდულობანა დაამთავროს ბიზინა ივანიშვილმა და თუ ბიზინა ივანიშვილი არ დაამთავრებს ორდუნდულობანას, ანუ ერთი დუნდულის ჩამოდებას ერთი დუნდულის ჩამოდებას რუსეთ-ჩინეთის, რუსეთ-ჩინეთ-ბოროტების ღერძების და მეორე დუნდულის ჩამოდებას ისიც ნაწილობრივ სადღადებს, მაგრამ მაინც დასავლეთის ეს გამორღვეული დუნდულია, დასავლეთის სკამზე და არ გადავა მთლიანად დასავლეთისკენ, მაშინ ხვედრი და სვე და ბედი ბიზინა ივანიშვილისა, ოღონდ რამის კი არ პროგნოზირებ, ესე არ გამომივიდეს, მძიმე პროგნოზებს არ ვაკეთებ ხოლმე ბოლო ხანებია განსაკუთრებით. მაშინ ბედრი და ბედი და ხვედრი და სვე ბიზინა ივანიშვილისა იქნება საეჭვ სათუ. ხო, რას ნიშნავს? ამას ნუღარ გამაშიფრინებთ, იმიტომ რომ არ ვიცი. ამას გულახდილად გეუბნებით, არ ვიცი, მართლა არ ვიცი. მაგრამ ესეთი აი რაღაც თეორიებს რო შევუყვე, არასაჯაროდ საკუთარ თავთან ლაპარაკისას, გასაკვირველია შევუყვებოდი და ვუყვები კიდეც ხანდახან ამ თეორიებს ბალიშზე თავ დადებული. ხო და ეს ამბავია ბატონებო, ამიტომ ბიზინა ივანიშვილზე რომ აღარ გავამახვილო ყურადღება, აქ იწყება უფრო დიდი ამბები, უფრო დიდი როგორ თქვა ახლა და 5 წლედი მაინც 2025-დან ვიდრე 2030 წლამდე და 2030 წელს კი არა, პუტინი მანამდე მოკვდება, მაგრამ 2030 წელს კი ყველაფერი დასრულდება ისე, როგორც უნდა დასრულებულიყო დიდი ხნის წინ, ანუ საქართველოს იქნება თავისუფალი, შავ ზღვაზე ამერიკელები იქნებიან, ტერიტორიული მთლიანობაც აღდგება, ბარები ვიტყვი, მშვიდობიანად ან მაინც მშვიდობიანად, ისე როგორც უნდა აღდგეს და მე უკვე ჩვენ არ ვიცი რამდენად ბევრი მინერალები გვაქვს, მაგრამ ამერიკელები შემოვლენ ყველგან, დასავლეთი შემოვა ყველგან და მსოფლიო იცხოვრებს მეტნაკლებად მშვიდად, ყოველ შემთხვევაში ის არსებული კონფლიქტები, რომლებიც არის, აღმოფხვრილი და დასრულებული მეტწილად პოსტკონფლიქტური ტკივილები და ტრაუმები რასაკვირველია იქნება და ცალკეული აფეთქებები ყოველთვის იქნება, მაგრამ აი ესეთი გლობალური მეორე მსოფლიო ომს რომ ადარებენ ისეთი მასშტაბის დაპირისპირება არც ახლო აღმოსავლეთში იქნება, არც ევროპის აღმოსავლეთით, არც კიდევ უფრო აღმოსავლეთით ინდოეთსა და პაკისტანს გულისხმობ და არც აფრიკის კონტინენტზე თუ სხვაგან, ხო? პატარა აფეთქებები კი იქნება გასაკვირველია ყოველთვის, მაგრამ სამართლიანობა იზეიმებს. ამის თქმა მინდა, მომენტუმს ბიზინა ივანიშვილი ალბათ მაინც გამაზავს უკაცრავად სიტყვისთვის, ამასობაში 34 წუთი რა გასმენინებთ ირაკლი ტაბლიაშვილისთვის, მეთქი ასე ვიტყვი. ბიზინა ივანიშვილი ამ მომენტუმს გამაზავს, მაგრამ რუსულად რო ვთქვა, არა რუსულად არ ვიტყვი მაინც, მარადიული არაფერია ქართულად ჯობდა ამის წარმოთქმა. ნახვამდის.